ფოტოზე თქვენ ხედავთ ჯონ კოლიერის ლედი გოდივას 1897 წლის ნახატს. ნახატზე ასახული ლედი გოდივა ერთ-ერთ ინგლისურ ლეგენდასთან არის დაკავშირებული. ლეგენდის მიხედვით, იგი გრაფი ლეოფრიკის ცოლი გახლდათ, რომელიც ძალიან გულშემატკივრობდა ამ გრაფის ქვეშევრდომებს, რომლებიც სულ წოწუნებდნენ იმაზე, რომ მათ მაღალი გადასახადები ჰქონდათ. ერთხელ გოდივამ თავის მეუღლეს სთხოვა, რომ გადასახადები შეემცირებინა. ლეოფრიკი საკმაოდ ამპარტავანი და გარდა ამისა უთავმოყვარეო კაცი იყო. მან გოდივას შემდეგი რამ შესთავაზა. თუ კი ასე ძალიან გულშემატკივრობ ჩემს ქვეშევრდომებს და ასე ძალიან გიყვარს ისინი, მაშინ მე შევამცირებ გადასახადებს იმ შემთხვევაში თუ კი შენ სრულიად ჭიშველი ცხენზე ამხედრებული გაივლი მთელ საგრაფოშიო. გოდივამ გადააბიჯა სიამაყეს და რიც. იმ დღეს კი როცა მას სრულიად ჭიშველს უნდა ჩაივლო მთელ საგრაფოში, მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ არ გასულიყვნენ გარეთ და ჩაერაზათ ფანჯრები. სწორედ ასე სრულიად ჭიშველმა გოდივამ ისე ჩაიერა მთელ საგრაფოში, რომ მისი სხეული არავის უნახავს. გრაფი ლეოფრიკი იძულებული გახდა, რომ შეემცირებინა გადასახადები. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორი ძლიერი შეიძლება იყოს ქალი და როგორი უღირსი შეიძლება იყოს თანამდებობის პირი. თუ მოგეწონათ ვიდეო, მაშინ დაალაიქეთ იგი. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ კომენტარებში იმის დაწერა, თუ რას ფიქრობთ გოდივას საქციელზე. დამაფოლოვეთ, რათა გაიგოთ ყველაფერი ყველაფრის შესახებ. დროებით.